გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი, თეორია, პრაქტიკა. განსაზღვრული არტიკლი. Der bestimmte Artikel. Der, die, das. განსაზღვრული არტიკლი წარმოსდგება ჩვენებითი ნაცვალსახელისგან. მრავლობითი რიცხვის წარმოებისას ყველა სქესში die არტიკლი გამოიყენება. განსაზღვრული არტიკლის გამოყენების წესები. პირველი, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება თუ არსებითი სახელი ნახსენებია ან უკვე ცნობილია. Ich sehe einen Hund. Der Hund ist groß. მე ვხედავ ძაღლს. ეს ძაღლი დიდია. Wir kaufen ein Buch. Das Buch ist interessant. ჩვენ ვყიდულობთ წიგნს. ეს წიგნი საინტერესოა. Sie hat eine Tasche. Die Tasche ist neu. მას აქვს ჩანთა. ეს ჩანთა ახალია. Er isst einen Apfel. Der Apfel ist süß. ის ჭამს ვაშლს. ეს ვაშლი ტკბილია. Ich habe ein Auto. Das Auto steht vor dem Haus. მე მყავს მანქანა. ეს მანქანა სახლის წინ დგას. მეორე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება იმ არსებითი სახელების წინ, რომლებიც ერთადერთია. Die Sonne scheint heute hell. მზე დღეს კაშკაშად ანათებს. Der Mond ist heute Nacht sehr schön. მთვარე დღეს ღამით ძალიან ლამაზია. Die Erde ist unser Planet. დედამიწა ჩვენი პლანეტაა. Der Himmel ist blau. ცა ლურჯია. Die Welt ist groß. სოფლიო დიდია. მესამე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება არსებით სახელთან, როცა წინ უძღვის განსაზღვრებად რიგობითი რიცხვითი სახელი და ზედსართავი სახელი. Der erste Tag war sehr schön. პირველი დღე ძალიან ლამაზი იყო. Die junge Frau liest ein Buch. ახალგაზრდა ქალი წიგნს კითხულობს. Der alte Mann sitzt im Park. მოხუცი კაცი პარკში ზის. მეოთხე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება განყენებული მცნებების, ანუ აბსტრაქტული არსებითი სახელების წინ. Die Liebe ist sehr wichtig im Leben. სიყვარული ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. Die Freiheit ist für alle Menschen wichtig. თავისუფლება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. Die Gesundheit ist das Wichtigste. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. Das Glück kommt manchmal unerwartet. ბედნიერება ზოგჯერ მოულოდნელად მოდის. Die Geduld ist eine große Stärke. მოთმინება დიდი ძალაა. მეხუთე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება თარიღების, კვირის დღეების, თვეების, წელიწადის დროების და ზოგიერთი დღესასწაულის წინ. Der April ist oft regnerisch. აპრილი ხშირად წვიმიანია. Der Sommer ist meine Lieblingsjahreszeit. ზაფხული ჩემი საყვარელი წელიწადის დროა. Das Weihnachtsfest ist für viele Familien sehr wichtig. შობა ბევრი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეექვსე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება ასევე ზოგიერთი მამრობითი და მდედრობითი სქესის ქვეყნებთან. Die Schweiz ist ein schönes Land. შვეიცარია ლამაზი ქვეყანაა. Die Türkei liegt zwischen Europa und Asien. თურქეთი ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. Der Iran ist ein großes Land. ირანი დიდი ქვეყანაა. Der Irak hat eine lange Geschichte. ერაყს გრძელი ისტორია აქვს. Die Ukraine ist sehr fruchtbar. უკრაინა ძალიან ნაყოფიერია. მეშვიდე, თუ საკუთარი სახელის წინ დგას განსაზღვრება, მაშინ საკუთარი სახელი განსაზღვრული არტიკლით გამოიყენება. Die junge Anna lernt Deutsch. ახალგაზრდა ანა გერმანულს სწავლობს. Der kleine Paul spielt im Garten. პატარა პაული ბაღში თამაშობს. Die kluge Maria beantwortet die Frage. ჭკვიანი მარია კითხვას პასუხობს. Der berühmte Goethe war ein großer Dichter. ცნობილი გოეთე დიდი პოეტი იყო. Die schöne Elena singt sehr gut. ლამაზი ელენა ძალიან კარგად მღერის. მერვე, თუ არსებითი სახელი ბრძანებითი წინადადების ნაწილია, არტიკლი ჩვეულებრივი წესით იხმარება. ბრძანებითი ფორმა თავისით არტიკლს არ აუქმებს. Öffne die Tür, გააღიკარები. Schließ das Fenster, დახურე ფანჯარა. Nimm den Stuhl, აიღე სკამი. Bring mir das Buch, მომიტანე წიგნი. Schreib die Antwort, დაწერე პასუხი.